ძველებური ჭაღი ისევ ადგილზეა, თუმცა ოთახიც და მთელი შენობაც საცხოვრებლად უკვე წლებია უვარგისია. აქაურებს იზღადარჩენიათ, კედლები და ჭერი ხიმინჯებით გაამაგროთ. ამ შენობაში მცხოვრები 9 ოჯახიდან 4 იძულებული გახდა გასახლებულიყო. 5 ოჯახი კი დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ბავშვები ყავს აქ შვილიშვილები ყოველდღე მაქვს იმიშიში, რომ სახლი ჩამოინგრევა და სახლის ქვემოთ მოვუყვებით. წერდით განცხადებას, რომ ეს არის 4 კატეგორია. ამას არ შეეხება რეაბილიტაცია. ჩანაცვლების ფონდში წერდით და ჩანაცვლების ფონდში ისტორიული ძეგლია და არ შეიძლება ეს კი არანაირი საშველი არ არის. თაბუკაშვილის ქუჩაზე უკვე დაანგრეული და დაანგრევის პირას მყოფი ბევრი შენობაა. თბილისის მერია კი მაცხოვრებლებს მხოლოდ 500 ლარიან ყოველთვიურ კომპენსაციას თავაზობს. ამ ფასად ბინის დაქირავება შეუძლებელია, ამიტომ გასახლებული ოჯახები იძულებულები არიან თანხა თავად დაამატონ და ასე გრძელდება მრავალი წელი. ჩემი ოჯახი ღებულობს 400 ლარს ბინის ქირის დახმარებას. 1500 არის გადასახადი. აი ეს ვაგლახით მე და ჩემი შვილები დაჭირებით შოულობთ ამ ფულს რომ არ დავიკარგოთ საერთოდ. ბევრი შეთავაზებები რაღაცა იყო, მაგრამ იმისთან შეთავაზებები რომ რა ვიცი, ესე იგი ეს არის დაბალზე დაბალი დონე. რაღაცა, ესე იგი ისიც შეგისრულებენ თუ არა, ღმერთმა იცის მარტო. კახიკალაძე თბილისელებს დაპირდა, რომ მომავალი წლიდან დაანგრევის პირას მყოფ ისტორიულ შენობებს გამოისყიდიან და ახლით ჩაანაცვლებენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ბედიელით იქ მაცხოვრებელ ადამიანებს მიიღებენ თუ არა შესაბამის კომპენსაციას, ან რა აშენდება დაანგრეული ისტორიული შენობების ადგილას. კალაძე ქალაქის იდენტობის შენარჩუნების პირობას დებს, თუმცა მისი მერობის პერიოდში აბანოთ უბნის თავზე დაშენებული კორპუსები ამ პირობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გათვალისწინებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის, ისე რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს დღეს კოალიცია ლელუ ძლიერი საქართველოს და პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერები შეხვდნენ. მათი შეფასებით, ეს გეგმა კახიკალაძის და მისი გარემოცვის კორუფციულ ინტერესებზეა დაფუძნებული და ისტორიულ არეალში მდებარე სახლების ჩანაცვლების პროგრამა მისი მორიგი შეუსრულებელი დაპირება იქნება. არ შეიძლება ველოდოთ ესეთ უბედურებებს, როდის მოხდება ტრაგედიები და როდის ჩავიხოცებით იმ შენობებში მოქალაქეები, მაშინ როცა ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვა მიმდინარეობს არაკომპეტენტურად და რეალური საჭიროებების გარეშე კალაძის ადმინისტრაციის მხრიდან. დავთვალეთ დანახარჯი, რომელიც გასწია დედაქალაქის ბიუჯეტიდან მუნიციპალურმა სამსახურებმა და ამ თანხის გამოყენება შესაძლებელი იყო ამ სახლის შეკეთებისთვისაც დახარჯული იკვეთება ისევ იგივე პრობლემები, რაც არის მთელ თბილისში. ეს არის დედაქალაქის მერიის უყურადღებობა, გულგრილობა, სისტემური კორუფცია. ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ქართული ოცნება მოსახლეობას მათი მმართველობის პირველივე წლიდან პირდებოდა, თუმცა თბილისელებისთვის მდგომარეობა უცვლელია. მოსახლეობა იძულებულია სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში გააგრძელოს ცხოვრება.